ხელიზებისთვის დასახული აქვს შესაბამისი გზები. პირველ რიგში აღსანიშნავია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, მჭიდრო თანამშრომლობა დასაქმების ბაზართან, ძლიერი ადმინისტრაციული რგოლის სტაჟირება საზღვარგარეთ. და რაც თავარია საერთაშორისო კონტექსტში უნივერსიტეტის თანამშრომლობა უკვე მესამე წელია სამართლის ფაკულტეტზე, წელიწადში სულ ცოტა ორჯერ ამერიკელი პროფესორები ლექციებს უკითხავენ ქართულ სტუდენტებს. 2017 წელი ტეხასის შტატის სენტ-ბერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორის ვინსენტ ჯონსონის კურსით გაიხსნა, სწორედ ის გახლავთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასევე ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო სამეცნიერო დარგში პროფესორი გოჩა თუთქვერიძე და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია ხურცილავა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და აქვე შეგვიძლია გაგიმასპინძე ჩეროს წვენებით. ვაშლის აუბლის რომელი გირჩენიათ? ბატონ ვინსენტ მაქვს შეკითხვა, რა გამოცდილებას უზიარებთ ქართველ სტუდენტებს? What we are doing is we are studying the English Magna Carta. ჩვენ სწავლობთ ინგლისის დიად ქარტიას. ესეთი legal system. ანუ ისეთი გზით წარმოაჩენთ, რითაც მან ჩამოაყალიბა ფაქტიურად ამერიკის სასამართლო სისტემა, სამართლებრივი სისტემა. In modern legal thought. ეს არის საწყისი ეტაპი თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების. And it's responsible for establishing many of the important principles. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრინციპის ჩამოყალიბებაში. რომელიც არის აღიარებული სოფლიოს ყველა კუთხეში. The Magna Carta თვითონ ქარტია ეხება ისეთ საკითხებს, როგორც არის აღმასრულებელი ანგარიშვალდებულება, ეფექტიანი მმართველობა, სწორად პროცესის წარმართვა და ეს პროცესები და ეს საკითხები დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როგორ ფუნქციონირებს თითოეული ქვეყანა. ჩემი სტუდენტები სემინარზე დაუსწრენი სწორედ აყალიბებენ აი ამ კავშირებს რა მოხდა მე-13 საუკუნეში 1215 წელს ინგლისში როგორ ჩამოაყალიბა მან როგორ რა როლი ითამაშა მან ამერიკის კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში მე-18 საუკუნეში და როგორ აყალიბებს იმ სამართლებრივ საფუძვლებს რომელიც მართავს და საფუძვლად ედება დღევანდელ სტრუქტურებს და ჩვენ მუშაობთ იმისათვის რომ გავიაზროთ ეს მთავარი მნიშვნელოვანი პრინციპები რომლებიც მნიშვნელოვანი არის სოფლიოს ყველა კუთხეში და წარმოადგენს საფუძვლებს ყველა დღევანდელი სამართლებრივი სისტემის განვითარებისათვის. საერთაშორისო კონტექსტში უნივერსიტეტის თანამშრომლობა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, თუმცა შეგვიძლია ჩამოთვალოთ ასევე სხვა მიზნები და პრიორიტეტები. თქვენ რას გამოყოფთ, ბატონო? რა თქმა უნდა, ინტერნაციონალიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის და უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს ამ კუთხით, ანუ ჩვენ ვიწვევთ პროფესორებს, ვიწვევთ ასევე პრაქტიკოსებს, იმიტომ რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს აუცილებლად, პრაქტიკული მხარე საჭირო არის იმისათვის, რომ ჩვენ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დასაქმდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისით, ანუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები, პლუს ასევე ვინაიდან ჩვენ უნივერსიტეტი ვართ, ჩვენ გვაინტერესებს ასევე კვლევები, ანუ სამეცნიერო მიმართულება, ეხლა ამ შემთხვევაში ბატონი ჯონსონის სწორედ ამ კუთხით არის, ანუ ის მას მიყავს ეხლა ლექციები საკმაოდ საინტერესო თემაზე, ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასე შემდეგ, ეს არის ის, რაც ჯერ კიდევ 1215 წელს ამ დიად ქარტიაში, ანუ მაგნა კარტა ქართულად თარგმნება როგორც დიადი ქარტია, იქ იყო მოცემული, ანუ პირველი პრეცედენტი, შემდეგ ინგლისის კონსტიტუციამ გაიზიარა ეს დიდი ბრიტანეთის და ასევე საინტერესოა ის, რომ ეს აისახა შემდეგ ისეთი ყველაზე თავისუფალი ქვეყნის კონსტიტუციაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია. და ცხადია, ეს გამოცდილება, ეს აიდან მოდის, როგორ და ასე შემდეგ, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ეტაპზე, ვინაიდან ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასე შემდეგ. ბატონ ვინსენტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა ქართულ სტუდენტებს, როგორ შეაფასეთ მათ ცოდნის დონეს? ზოგადად.
I think the students are very good. I think they are ძალიან კარგი არიან, ძალიან აქტიურები, ძალიან ბევრი კითხვები სვამენ და ასევე მე ხედავ მათი გამოხედავ რომ რამდენად კავშირში არიან თემასა და ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე. არ ჩამორჩებიან არც ერთი ქვეყნის სტუდენტებს არის ცოდნა. მნიშვნელოვანია ასევე სტაჟირება, რომელსაც განსაკუთრებული როლი ეთმობა. რას თავადად ამიმართულებთ? ამ მიმართულებით ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე გაიარონ სტაჟირება. უნივერსიტეტს არაერთხელ სტუმრობდა და აპრილის თვეშიც ჩამოდის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის მოქმედი მოსამართლე, რომელიც საჯარო ლექციებს კითხულობს და ასევე ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული, მიყავს ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი სტაჟირებაზე 2 კვირის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლის ფაკულტეტს ვუთმობ, თუმცა არ გვინდა რომ გამოგჩას სხვადასხვა დარგები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი კითხვა არის, რა თქმა უნდა, ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, სადაც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს, აქ არის ფინანსები, აქ არის ბიზნესის ადმინისტრირება, აქ არის ტურიზმის მენეჯმენტი, გვაქვს ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით ვების და ასევე ქსელების ძალიან კარგი და გამართული პროგრამები, რომლებიც პასუხობენ საერთაშორისო სტანდარტებს. აქაც ჩამოყვავს ჩვენი უცხოელი პროფესორები, ჩვენ თანამშრომლობთ ილინოისის უნივერსიტეტთან, ასევე მიჩიგანის უნივერსიტეტთან, რომელიც თავის რეიტინგით 21 არის დღესდღეობრივი რეიტინგით. მიჩიგანის უნივერსიტეტთან ბიზნეს ფაკულტეტი აკეთებს mini MBA-ის კურსს და სთავაზობს მას საშუალო და მაღალი დონის მენეჯმენტს საქართველოში. ეს არის საკმაოდ საინტერესო, ეს ძალიან იაფი არის ჩვენს პირობებში, ან დაახლოებით $2500 ჯდება, როდესაც თვითონ იქ მიჩიგანში ზუსტად იგივე კურსი ჯდება $1000 მსმენელისათვის და რეალურად გაიცემა სერტიფიკატები, ან აქ უფრო დიპლომები გაიცემა, ვიდრე სერტიფიკატები. რა მოთხოვნას დააყოფილებს დაინტერესებული პირი? დაინტერესებული პირი პირველ რიგში უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას კარგად, ეს ერთი. ამის გარდა მას უნდა ჰქონდეს რამოდენიმე წლის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მაღალ მენეჯმენტში, ზედა დონის მენეჯმენტში, მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, იმისთვის რომ მისთვის იყოს თვითონ ეს კურსი საინტერესო და ასევე სასარგებლო იყოს მისთვის ეს კურსი. ეს პროგრამა განსაკუთრებით დაინტერესებს მათ, ვისაც ცოდნის კვალიფიკაციის ამაღლება სურს და უკვე არჩეული აქვს პროფესია, თუმცა მათ ვინც სწორედ ახლა ფიქრობს პროფესიის არჩევაზე. თქვენი დაკვირვებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის რომელია ჩამონათვალში? ყველაზე მოთხოვნადი ჩვენ უნივერსიტეტში არის სამართლის ფაკულტეტი და ბიზნესის ფაკულტეტი, ასევე მედიცინას უფრო პატარა ისტორია აქვს, მეორე მიღება განვახორციელეთ, სტომატოლოგიაზე ვახორციელებთ ინგლისურენოვან სამედიცინოს, მაგრამ ჯერ ქართველებისთვის გამოცხადება არ ქონია. სტომატოლოგიაზე ასე თუ ისე აქტიურობენ. მინდა ვაცნობო, რომ მრავალპროფილური გამოდის ჩვენი უნივერსიტეტი, მრავალფეროვან პროგრამებს სხვადასხვა ფაკულტეტებს, სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების ფაკულტეტი წარმოდგენილია. სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამით, ასევე არის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმოდგენილია ტურიზმის ადმინისტრირებით, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, ასევე როგორც ბატონმა მოგახსენათ კომპიუტერული ქსელები და ვები. მედიცინას ამ წუთას წარმოვადგენთ სტომატოლოგიით მხოლოდ და 31 მარტის ჩათვლით ვიცით რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირდებიან, ბაზაში რეგისტრირდებიან სტუდენტები, ვინც აპირებს სტუდენტობას და აბიტურიენტია მიმდინარე წელს, თუმცა მათ უნივერსიტეტების და პროგრამების არჩევა აგვისტოს დასაწყისამდე შეუძლიათ და შეუძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდს. შევახსენოთ მაშინ პირობები, მათ ვისაც სურს რომ სწორედ თქვენს უნივერსიტეტში. ჩვენი უნივერსიტეტის პირველ რიგში კოდი არის 171 შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობარში და ეს პროგრამები არის ჩაშლილი. სწავლის საფასური არის სახელმწიფო გადასახადის ტოლფასი.
ასე რომ ამაზე არ ვაკეთებთ აქცენტს და დანარჩენი უკვე შეუძლია ჩვენი ვებგვერდით მიიღონ ინფორმაცია და აქვე აღნიშნავ რომ 1 აპრილს იქნება პირველი ღია კარისლა ჩატარდება უნივერსიტეტში და ეს პერმანენტულად ყოველ შაბათს დღის მეორე ნახევარში 3 საათიდან იქნება დაინტერესებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ჩვენ აქტივობებზე. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ გიგან ვაგრძობთ. ჯაზურ კახეთის სახელობის თბილისის რომელ ცენტრში იუბილეისთვის ემზადებიან დიდ ქართველ კომპოზიტორს წელს 90 წელი შეუსრულებოდა. სიმფონიურ